აქციების დროს დაკავებულ ნაციონალური მოძრაობის წევრს ანატოლი გიგაურს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მოსამართლე ჯვებენ აჭყებია ანატოლი გიგაურისთვის ბრალად წარდგენილი 353 პრიმა მუხლი, რომელიც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გადააკვალიფიცირა და სისხლის სამართლის კოდექსის 353 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში ცნო დამნაშავედ, რომელიც გულისხმობს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ. აღნიშნული ქმედებისთვის სასჯელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა, შინაპატიმრობა 2 წლამდე ვადით და ასევე თავისუფლების აღკვეთა 2-დან 6 წლამდე ვადით. დღევანდელ სხდომაზე ანატოლი გიგაურმა საბოლოო სიტყვა წარმოთქვა. ცნობისთვის გიგაური სამართალდამცავებმა 25 ნოემბერს დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით ბრალდებული ადგილზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის მყოფ პატრულ ინსპექტორს თავს დაესხა და მასზე ფიზიკურად იძალდა. თავად გიგაური ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ მისი საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია. დაწყვეტილება კერძოდ ბრალად წარდგენილი მუხლი, რაც ჰქონდა ანატოლი გიგაურს 353 პრიმა მუხლის პირველი ნაწილი პოლიციელზე თავდასხმა, გადააკვალიფიცირა პოლიციელზე წინააღმდეგობა, რასაც თან ახლავს ძალადობა. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს ის, რომ არ დადასტურდა ის, რასაც თვეების განმავლობაში ვამბობდით. კერძოდ ანატოლი გიგაური არ არის თავდამსხმელი და ანატოლი გიგაური არ დასხმია თავს პოლიციელს. როგორაც დაკვალიფიცირდა ანატოლი გიგაურის ქმედება, ვიღაცისთვის შეიძლება პოზიტივია, თუმცა ჩვენთვის საერთო სტრატეგიისთვის, საერთო მიზნისთვის და მათ შორის ანატოლი გიგაურისთვის არ არის ძირითადი მიზანი და ძირითადი შედეგი ის, რისთვისაც ვიბრძოდით თვეების განმავლობაში. თქმა უნდა, ივანიშვილის რეჟიმი დაუნდობელი უნდა ყოფილიყო ანატოლი გიგაურის მიმართ, რომელიც არის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი და ეს მან თავადვე აღნიშნა დღევანდელ სხდომაზე და ამიტომ ჯვებენ აჭყებია მოსამართლე წოდებულმა პოლიტიკური დაკვეთის შემსრულებელმა მონამ, რა თქმა უნდა, ეს დაკვეთა შეასრულა და 2 წელი პატიმრობა მიუსაჯა ადამიანს, რომელსაც არანაირი დანაშაული არ აქვს, გარდა იმისა, რომ ის დადგა სიმართლის მხარეს. სააპელაციო სასამართლომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება თანაინვესტირების ფონდის ყოფილი გენერალური დირექტორისთვის გიორგი ბაჩიაშვილისთვის შეფარდებული 11 წლიანი თავისუფლების აღკვეთა ძალაში დატოვა. საქმე ქართული ოცნების დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებას ეხება, რაზეც თბილისის საქალაქო სასამართლომ ბაჩიაშვილს 11 წლიანი თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თავად ბაჩიაშვილი ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ მისი საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი ბაჩიაშვილი ბრალად წარდგენილ ორქმედებაში დამნაშავედ ცნო, როგორც დიდი ოდენობით თანხის მითვისებაში, ისე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში. აპელაციო პალატამ იმშელა და დაადგინა მშავდებულ გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატების ლევან მახარაშვილისა და დავით ჯანდიერის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 10 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელი განაჩენი დაუყოვნებლივ მიიქცევა აღსასრულებლად და შედის კანონიერ ძალაში. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით საქართველოს უზენაეს სასამართლოში. ასევე მშავდებულს განემართოს, რომ მას აქვს უფლება შეწყალების, რისთვისაც შეუძლია მიმართოს საქართველოს პრეზიდენტს. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 2 თვე რჩება. პროცესში მონაწილეობასთან დაკავშირებით ოპოზიციაში კვლავ აზრთა სხვადასხვაობაა. არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს პარტია გირჩი. მისი ლიდერები აცხადებენ, რომ ოპოზიციამ ყველაფერი გააკეთა, რომ დაგსაქსულიყვნენ და ხელისუფლებისთვის შესაძლო გამარჯვების ბერკეტები შეექმნათ. ისინი კანდიდატს შიდა პარტიული პრაიმერისით არჩევენ. მერობის კანდიდატის შერჩევის პროცესი კი აგვისტოს განმავლობაში გაგრძელდება. პარტიაში აცხადებენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღეს, რადგან ოპოზიციურ სპექტრში თბილისის მერობისთვის კომპეტენტური კანდიდატი აქამდე არავის წარუდგენია. პარალელურად პროცესში გაერთიანებული ძალებით მონაწილეობას აპირებენ პარტიები გახარია საქართველოსთვის და ლილო ძლიერი საქართველოსთვისაც. ოპოზიციის ნაწილი კი კვლავაც ბოიკოტში რჩება. ნაციონალურ მოძრაობაში არჩევნებს სპეცოპერაციას უწოდებენ და აცხადებენ, რომ წინასწარ წაგებულ თამაშის შესვლას არ აპირებენ. ჩვენი ამოცანა, როგორც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, როგორც ივანიშვილის მთავარი პოლიტიკური ოპონენტის, როგორც პარტიის, რომელმაც 2003 წელს მშვიდობიანი რევოლუციის გზით ერთხელ უკვე დაამხო ავტორიტარული რეჟიმი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის ლიდერობით და ქვეყანაში მოიტანა ყველაზე დიდი საკეთილდღეო ცვლილებები ჩვენი ქვეყნისთვის. ბოიკოტში მყოფი პარტიები და მათ შორის ხაბეიშვილი, რომელიც აი ამ რაღაც სოციალურ გამოკვლევას გამოკითხვას აქვეყნებს და კითხულობს, ვინ რას იზავს. მას მე აი 4 ოქტომბერი რო გათენდება
გაივლის ეს დღე, ჩატარდება არჩევნები, მოსახლეობა წავა არჩევნებზე, თავის პოლიტიკურ პოზიციას დააფიქსირებს რეგიონებში, მუნიციპალიტეტებში, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, რომ უმძიმესი მდგომარეობა დედაქალაქში არა, ყველა რეგიონში უმძიმესი მდგომარეობა სოციალურ-ეკონომიკურ სიდუხჭირეშია და ამ ხალხს სჭირდება რაღაც ახალი მოქალაქეზე მორგებული და განვითარება. და ეს პროცესი აუცილებლად ესე წარიმართება და ლევან ხაბეიშვილი და მისნაირები ის სხვა პარტიები, რომლებიც ბოიკოტში იმყოფებიან და ოპოზიციის ოპოზიციაში არიან. დღის ბოლოს ის 4 ოქტომბერი რო დაღამდება, რასაკეთებენ? შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ბოლო დღეებში ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების ფარგლებში საქართველოდან უცხო ქვეყნის 34 მოქალაქე გააძევეს. მათივე ინფორმაციით ქვეყნიდან გაძევებულია ინდოეთის, რუსეთის, ნიგერიის, ირანის, ეგვიპტის, აზერბაიჯანის, თურქმენეთის, პაკისტანის, კენიის, სომხეთისა და ყირგიზეთის ჯამში 34 მოქალაქე. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.